გურიაში რა პროკურორი მოკლა ტიპმა. გამოიყვანა ქართულ მოუცნებამ ციხიდან. ეს ტიპი რომელმაც პროკურორი მოკლა, ძველ ბიჭობს ჭყალებში ტიპობს, რაღაცა რომ ვითომ რაღაცა ქურდულ სამყაროს წარმოადგენს, ამასობაში საარჩევნო კამპანიაში პლაკატებით, ქოცების მაისურებით, რაღაცა სიებით დაარბოდა და ფოტოებშიც პოზირებდა კაცო ჩიგოგიძესთან ერთად და ანუ ეგეთ კაც რა ქვია, პროკურორი მოკლა, მერე გარიგდა ხელისუფლებასთან, გამოვიდა და ვითომ რაღაცა ავტორიტეტი აქვს და დადის ქოცების სიით, რა ქვია მაგაცა? ბიძინა ივანიშვილი ასე უყურებს ლევონ ამ ყველაფერს და სად ისწავლა ეს ყველაფერი, ხო? ეს არის რუსული საარჩევნო ტექნოლოგია. როდესაც შენ გაქვს ქსელი, ეს ქსელი როგორ უნდა შექმნა, ხო? აი ესეთი ბანდიტური ჯგუფები უნდა ყავდეს, რომელიც მორალისგან, ღირსებისგან არის დაცული. ქურდულისგან. მხოლოდ აინტერესებს ძალაუფლება, მხოლოდ აინტერესებს ძალაუფლებასთან იყოს დაალაგებული, დარასკლადებული და ამას დაარქვა მათ შორის გიორგი გახარიამ ქართულ ჯიგრულ პონჩი ურთიერთობები. რომ მოდის კოორდინატორი და გეუნება. რომ გამიკეთეს სია და გამოუშვებ პატიმარ კაცს. შენ რომ მაგაზეთ აქვს? ლევონ კონკრეტულ მაგაზეთს რა. საერთოდ ამ ხალხს შეხება არ აქვს კრიმინალთან იმ გაგებით რა გაგებაც არსებობდა 90-იან წლებში. ხო. მაშინ ამ ხალხს ეძახდნენ ზუსტად. დღეს არიან ჩვეულებრივი ქართული ოცნების ნაწილი და ელიტა.